მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას 1 წელი და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა მოსამართლემის დამნას ჩავეცნო. სასჯელი სათვალო 2025 წლის 20 ივნისიდან იწყება. მელია პოლიციამ 29 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავა. მეორე დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებულობასთან დაკავშირებულ საქმეზე მისი სხდომა გაიმართა, სადაც აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მელიამ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით მიმართვისას შეასხა წყალი. როგორც მოსალოდნელი იყო, მოსამართლემ მიიღო გამოთქმული განაჩენი და ფაქტობრივად აღნიშნულ მუხზე ძალიან მკაცრი სასჯელი გამოიყენა, რომელიც არის მაქსიმალურთან მიახლოებული. წელიწადი და 6 თვით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ნიკა მელიას. მაშინ, როდესაც მას შეეძლო აბსოლუტური ალტერნატიული სასჯელის გამოყენება, როგორც არის ჯარიმა, როგორც ჩანს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ნიკა დარჩეს ციხეში. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, გავასაჩირებთ, ვინაიდან გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რაც არსებობს ქვეყნის შიგნით. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების ხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული ნიკა მელია დამნაშავეცნო წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლომ როცა განაჩენილში სასჯელი გამოაცხადა, მათ შორის ჩამოაყალიბა თუ რატო განსაზღვრა აღნიშნული სასჯელი. წინა სხვა განაჩენების დროს, როცა იყო დამდგარი შარდებულის მიმართ უკვე მის მიმართ გამოყენებული იყო ჯარიმა, რაც გადახდილი არ ქონდა და როგორც სასამართლომ განმარტა, ეს გახდა იმის საფუძველი, რომ განუსაზღვრა სასჯელის სახით 1 წლისა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა.